მეხუთე სახლი ზოგადად პასუხს აგებს ბავშვებზე, შვილების აღზრდაზე, სიყვარულზე, უანგარო სიყვარულზე, თავგადასავლებზე, ავანტიურაზე, ცხოვრებით ტკბობაზე, შემოქმედებაზე. შესაბამისად, ჩვენ აქ გამოგვადგება ნებისმიერი ლიტერატურა კონკრეტულ ხელოვნებას, რომელიც ეხება თუნდაც სასცენო ხელოვნება, სიმღერა, მუსიკა, ხელით მუშაობა, ნებისმიერი მიმართულების ხელოვნებაზე აქვს საუბარი. გამოგვადგება წიგნები, სადაც აქცენტირებული იქნება უანგარო სიყვარული, ეს არის გახსნილი უბრალოდ სიყვარული, როგორც გრძნობა, როგორც აი ესეთი რომანტიკული წიგნები, რომლებიც არის. როდესაც ჩვენ წავიკითხავთ წიგნს, აქცენტი არ უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ მე მინდა ასეთი სიყვარული, პირიქით აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რატომ აქვს ამ ადამიანს ესეთი სიყვარული, რა გააკეთა ამისთვის, როგორი ქცევები ჰქონდა, რითი დაიმსახურა, ესე ვთქვათ და როგორ მივიდა იქამდე, რომ აი ესეთი სიყვარული იდეალური ააშენება და არ უნდა გადავარდეთ ფანატიზმში, ესე ვთქვათ, და არ უნდა გვინდოდეს წიგნში ცხოვრება, პირიქით ჩვენ წიგნის მაგალითი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში და მივხვდეთ კონკრეტულად რას ვაკეთებთ და რა სწორად, რომ იგივენაირად შვილების აღზრდაზე, ბავშვებთან დამოკიდებულებაზე, როგორ უნდა ვიურთიერთოთ ბავშვებთან, კონკრეტული როლები როგორ შეგვიძლია ავითვისოთ, ან როგორ უნდა ვიყო კარგი დედა, როგორ უნდა ვიყო კარგი კულინარი მაგალითად, ან როგორი არის იდეალური მეუღლე და ესეთი მსგავსი წიგნები იქნება იგივენაირად ნებისმიერი წიგნი აზარტზე, რისკზე, თავგადასავლებზე. ყველა წიგნი, რომელიც სიცოცხლით და ცხოვრებით ტკბობას გვასწავლის, არის მეხუთე სახლის თემა. კლასიკური ლიტერატურა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაცია იქნება იდეალური ვარიანტი დასაწყისისთვის. რაც შეეხება მეექვსე სახლს, მეექვსე სახლის თემა არის ყოველდღიურობა და დროის მენეჯმენტი. როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენ დღე? როგორი არის დღის ეფექტური დაგეგმა, როგორ უნდა გადავანაწილოთ დრო, რომ ყველაფერი მოვასწროთ, აი ესე ყოველდღიურ დონეზე, რომ ვიცხოვროთ ყოველდღიურ დონეზე, მოვასწროთ ცხოვრება ყოველდღიურ დონეზე, ნებისმიერი ლიტერატურა და ნებისმიერი ფილმი დროის მენეჯმენტზე, იგივენაირად ნებისმიერი ლიტერატურა და ფილმი თუ როგორ შეიძლება დავტკბეთ ცხოვრებით, აი ეს ნებისმიერ ყოველდღიურ წვრილ მანებში, რითაც არის ბედნიერება, აი ამის მაგალითი წიგნები გვჭირდება ძალიან ბევრი და იგივენაირად ფილმებიც. კიდევ კარგი იქნება წიგნები დიეტაზე, ჰიგიენაზე, სწორკვებაზე, ადამიანების ყოველდღიურობაზე, რომელიც გვიყვება. უბრალოდ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე წიგნები. ესეც იგივენაირად იქნება გამოსადეგი. აუცილებელი პირობა არის ის, რომ რასაც წავიკითხავთ, უნდა გავიაზროთ, უნდა მივხვდეთ, რას გვეუბნება, რატომ გვეუბნება, რა უნდა შევცვალოთ, უნდა შევადაროთ ჩვენ ცხოვრებას და იგივენაირად რაც ჩვენ ვისწავლეთ, ყველაფერი პრაქტიკაში უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის რეალიზაცია. სხვა შემთხვევაში კითხვას არ აქვს არანაირი აზრი, თუ თქვენ უკვე გაგებულს, გაანალიზებულს, რასაც მიხვდით, რეალიზაციას არ გაუკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.